გამოხმაურება მოამბეში გასულ რეპორტაჟზე თანამდებობებიდან გადადგნენ თავდაცვის სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომელთა დაწინაურებას პროტესტი მოჰყვა. სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე უწყებაში დაწყებული მოკვლევის შედეგებს ელოდებიან, მანამდე კი იმ პირების დაკითხვას ითხოვენ, რომლებიც ჩვენს ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტში სკანდალურ ფაქტებზე საუბრობდნენ. შეიარაღებული ძალების თადარიგის ერთ-ერთი ოფიცერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნინუას და ცაბაძის წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ დაწინაურებული ჩინოვნიკები წლების წინ ჯარისკაცებზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდნენ და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას აიძულებდნენ. მოამბის მიერ მოპოვებული დოკუმენტით ისიც ირკვევა, რომ ორივე მაღალჩინოსანი საჰაერო თავდაცვის მაღალ თანამდებობებზე კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე დაინიშნენ. გურამ როგავა უკვე მეორე დღეა მუშაობს თემაზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. გურამ, უფრო კონკრეტულად რა რეაქციები მოჰყვა გუშინ ჩვენს ეთერში გასულ რეპორტაჟს იმ მაღალჩინოსნებისგან, რომლებაც დღეს თანამდებობები დატოვეს. თავად რეაქციები მათ არ დაუფიქსირებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ ეს არის ცილის წამება და ისინი ელოდებიან გადაწყვეტილებას იმ მოკვლევისა, რომელიც უკვე დაიწყო თავდაცვის სამინისტრომ. ჩვენ გსურდა, რომ მათთვის მიგვემართა რამდენიმე შეკითხვით, დღეს მათ პრესკონფერენციის გამართვა დაანონსეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო პრესკონფერენცია, ეს იყო ბრიფინგი, სადაც მათ ჟურნალისტებს არ გასცეს პასუხი შეკითხვებზე და მხოლოდ საკუთარი განცხადება გაახმოვანეს. მათ თქვეს, რომ დროებით ტოვებენ თანამდებობებს და დაელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არიან უდანაშაულოები და აღდგებიან ძველ თანამდებობებზე. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წინააღმდეგ ბოლოდრო პერიოდში დაწყებული მიმართული კამპანიისა და ჩვენს წინააღმდეგ მედიაში გაჟღერებული ბრალდებების გამო ჩვენ დროებით ტოვებთ დაკავებულ თანამდებობებს და მოვითხოვთ დაკითხული იქნეს ყველა ის პირი, ვინ ჩვენ წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებს. ამასთანავე ნათელი მოეფინება იმ საკითხებს, რაც ჩვენ წინააღმდეგ არის გამოთქმული. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ დავბრუნდეთ დაკავებულ თანამდებობებზე და გავაგრძელოთ ის რეფორმები, რაც არის დაგეგმილი. თუ დადგინდება, რომ ეს არის გადაცდომა ჩვენს მიერ, მაშინ მზად ვართ, რომ ვაგოთ პასუხი კომისიის წინააღმდეგ. ბატონო, პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია აღნიშნული მოკვლევა, რაც ბატონო სერგომ თქვა, ასე რომ დავერავთ მოკვლევის დასრულებას და მე ვფიქრობ და იმედი გვაქვს დიდი, რომ კონკრეტული მოკვლევა გასცემს ყველა წამოჭრილ კითხვას პასუხს. გუშინ მოამბემ გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ლევან იზორიას მიერ მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირები ვერ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მათი ამ პოსტზე დანიშვნა მოითხოვა თავდაცვის მინისტრისგან და ლევან იზორიამ ეს განცხადება დააკმაყოფილა. ხოლო სამხედროების ნაწილი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა გარკვეული კონტაქტი, მათ დააფიქსირეს საკუთარი პრეტენზიები წერილობითი ფორმით და ანონიმურობის დაცვის გარანტიით. ჩვენ გაგვიმხილეს ის ჩვენებები, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ თავად ეს ორი მაღალჩინოსანი, როგორც თავად სამხედროები ირწმუნებიან, 2012 წლის წინა საარჩევნო პერიოდში ეგრეთ წოდებული ზონდერების მისიას, ფუნქციას ასრულებდნენ და როგორც სამხედროებზე, ასევე მოქალაქეებზე ახდენდნენ ზეწოლას იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას არ გაიმარჯვა არჩევნებში. სამხედროები ამბობენ, რომ მათ თავად სამხედრო ბაზაზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და აიძულებდნენ, რომ შემოიხაზათ ხუთიანი. ჩვენ ასევე გუშინ გავავრცელეთ ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ცაბაძე ჩანს ქართული ოცნების შეხვედრაზე ამ მომრჩევლებთან და ის მოითხოვს ინფოცხრის გადამღები ჯგუფისგან, რომ გამორთონ კამერა. უფრო დეტალურად კი ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციების შესახებ ახლა სიუჟეტიდან შეიტყობთ. გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებულია მოკვლევა. თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ახლა უნდა დაადგინოს, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მართლაც აიძულებდნენ თუ არა სამხედროებს 2012 წლის არჩევნებში ხმა ნაციონალური მოძრაობისთვის მიეცათ. მათი მხრიდან ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე გუშინ მოამბეს ჯარისკაცებმა ანონიმურად უამბეს. თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ კი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვაც გაავრცელა. დედის მიმართულებით იყო გინებები, იყო მოწოდებები, რომ თუ ნაციონალურ მოძრაობას არ მისცემდნენ ხმას,
მათი ცხოვრება დამთავრდებოდა ძალიან ცუდად. თემაზე კომენტარს არ აკეთებენ ნაციონალურ მოძრაობაში. სამხედროები კი უკმაყოფილებას ლევან იზორიას მისამართითაც გამოთქვამენ, რადგან მინისტრმა ზეწოლაში დადანაშაულებული სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თანამდებობებზე ისე დანიშნა, რომ ვერც ერთი მათგანი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. ამას ადასტურებს დოკუმენტი, რომელიც მოამბემ გუშინ მოიპოვა და გაავრცელა, მოგვიანებით კი მასალები თავდაცვის უწყებამაც გაასაჯაროვა. ნემიდა გაჩვენოთ ზუსტად იგივე ბრძანება, სადაც არის ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აქვე არის გამონაკლისი, ანუ მინისტრს აქვს უფლებამოსილება, საგამონაკლისო წესი, თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება. როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, გამონაკლისი მინისტრმა იმის გამო დაუშვა, რომ ნინუასა და ცაბაძის მიერ წარმოდგენილი საჰაერო ძალების განვითარების ხედვა აბსოლუტურად თანხვედრაში იყო სამომავლო სტრატეგიასთან. თუმცა ექსპერტების ნაწილი მინისტრს ერთი კვირის წინ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ახსენებს. ლევან იზორიამ მინისტრობის 100 დღის შეჯამებისას თქვა, რომ განახლდა შერჩევის საბჭოს დებულება და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი უფრო მიუკერძოებელი გახდა. ჩვენ მაქსიმალურად გავხადეთ შერჩევის კრიტერიუმები მიუკერძოებელი და მაქსიმალურად უზრუნველყავით ობიექტურობა შერჩევის პროცესში. მიუხედავად ამ განცხადებისა, დოკუმენტებით დასტურდება, რომ მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ჩაჩიბაიას თხოვნით ნინუა და ცაბაძე გამონაკლისის სახით დანიშნა, ისე რომ მათი კანდიდატურების შერჩევის უმაღლეს საბჭოზე არც განუხილავთ. კითხვა ისმის, რომ რა საჭიროა შეფასების კომისია და სხვადასხვა საბჭოების შერჩევის საბჭოები დამტკიცებული ინსტრუქციებით, თუ გენერალური შტაბი ამ ინსტრუქციებს არ ასრულებს და ითხოვს ინსტრუქციის დარღვევას, მინისტრისგან ითხოვს დარღვევას. ყირაზე დგას ერთად საკადრო პოლიტიკა. მოკვლევა უნდა ჩაატარდეს შესაბამის უწყებაში და უნდა ჩვენთვის ცნობილი იყოს საზოგადოებისათვის თქვენი მეშვეობით მოკვლევის შედეგები და მინისტრმა უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება ამასთან დაკავშირებით. არ უნდა იგითო, გამიშავდა იმ არ მინდა რომ გადაიღო. მოკვლევა დაწყებულია, თუმცა როდის გახდება დეტალები ცნობილი ჯერ არავინ აკონკრეტებს. სკანდალთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია თავად თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ გუშინ მოამბეში გასული სიუჟეტის შემდეგ უკვე თავად ამ მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოკვლევის დასრულებამდე დროებით დატოვონ თანამდებობები. ჩვენც ველოდებით მოკვლევის დასრულებას და ბუნებრივია მაყურებელს მის მიმდინარეობას გავაცნობ და პერიოდულობით დავუბრუნდებით ამ თემას. მადლობთ. გურამ როგავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში თავდაცვის სამინისტროში მიღებულ სკანდალურ საკადრო გადაწყვეტილებაზე.